Yo, listen, oi. Run that again, I'm shelling them. Flow galactic, cool man Bellingham. Man, I got love in Krakow and Birmingham. The gal love me, but I keep hurting them. I'm a twat, got the chat. Bit of this and bit of that. I'll run up in the yard with a publisher. By the time we're done, it won't be your flat, like flat. Tire, jet, flyer. Man marking a tart in a raid Maguire. Hardest skis in the game, Dan Dyer. Got loads of heat like a shit hair dryer. And again, I'm a big game player. Fly your sister out to Marbella. Treat her nice to a vampire yellow and a Chardonnay and a... ჯოჯო ხეთიდან ამოვედი. ლუკა რო არ ყოფილიყო, რომ მოუხვევდი, არ მოუხვევდა მანქანა. რომ მოუხვევდი, დარჩებოდა ესე, ნახევარზე მოხვეული. გუშინ წავედით. აი, ვემზადებით ახლა. ვივარჯიშ. და ის არის რა. ბიჭო, გუშინ ხო გავიარეთ კვალიფიკაცია და საერთოდ არ მივარჯიშია და ანუ ეგრევე კვალიფიკაცია დაიწყო ჩემთვის და მერე რო ბადე რო შეიკრა, ანუ სანდროს ხვდებოდი და ეხლა სანდროს საკმაოდ ძლიერი მანქანა სტარტია ამ ტრასაზე და რაღაცები გავთვალეთ, რომ წამორაზვალები რაღაც სხვანაირად დავაყენოთ, ავსტრაფდებით ჩვენს რაღაც კუთხით, ღრმა კუთხით არ ვივლით და რაღაც წავედით ღამის 11 საათზე პირველ საათამდე იმენა რაზვალს თხოვეთ, რომ ჩამოდი, გაგვიღერა, გავასწორეთ რაზვალი და დღეს მოვედით და ხედავ და საჭირო უხვევს თურმე შენი корпуს ედება, არ უხვევს. ჩაგვიყარა ეგ რაზვალი წყალში და ეხლა რაღაცები ხელით გადავასწორეთ რა. იმედია საბურავებს შევსვალ, წინსლიკები აღარ მიყენია. ნაკლებად მოვეჭიდები, მაგრამ არა უშავს. და მე ლუკამ გაგვისწორა რა. რაღაცები ვიჩალჭე წინ საბურავების ხვები დავაყენეთ. ნაკლებად განიერი. სლიკები აღარ მიყენია და რა ვიცი. ეხლა ვაფშე სხვა მანქანა იქნება. ჯერ ხო ისედაც სხვა მანქანა იყო, რომ დავიწყე. არ მქონდა იმის საშუალება. პარასკევს ჩამოვედი და შაბათს პირდაპირ ეგრევე კვალიფიკაციაზე მოვედი, არც ვარჯიში, არაფერი. ეგრევე მივედი დავდექი სტარტის ხაზთან. გავიარე პირველი გარბენი. ანუ ესეა რა, პირველი არის სავარჯიშო, ერთი გარბენი, მე ეგრევე მიდიხარ სტარტზე დგები და პირველივე საკვალიფიკაციო არის. მე მოდიხარ ისევ რიგში დგები და მე მეორე საკვალიფიკაციო. სავარჯიშო გავიარე ერთი და აღვიქვი ცოტა და პირველი ტრასა, პირველი გარბენი რო გავიარე, საკვალიფიკაციო და ძალიან მაგრად ვიარე, მე მოვიდნენ მეულიდიც იყო მოსული ერთ-ერთი ჟიურია და უვარჯიშებელზე რა კარგად გაიარე და რაღაცები და ბოლოს განახეთ მე მაგ ზონას დავდებთ მაგ კადრებს, აი იქ იქნება და ეს ჩადიხარ რა, ძალიან ცუდი ჩასვლელია. ცუდი რა, ანუ სწრაფად ჩადიხარ, სწრაფად უნდა გადაეწყო, დამუშავება უნდა და აი იქ ცოტათი გადავარდი და საბურავი გადაძრა და აი 10 მეტრი მაქვს დარჩენილი რომ გადავიდე სტარტ იმაზე ფინიშის ხაზთან და მეთქი მიდიო ოღონდ ვიდრე არ გასწორდა და გასწორდა და მიდი გაზი ოიმე თორე ერთი 80 ქულას ალბათ დავდებდით 75-დან 80 ქულას და მე მოვედი მან 0 ავიღე და ეხლა როგორია 0 ქულა გაქვს ჩამოვედი ახლა გზიდან ეხა ბოლო და დღეს ასპარეზობა მინდა იქ იმზე დადგომა მინდა გახსნაზე რაღაც ლამაზი მანქანა მეთქი. ხვალ იმენა ჯოჯოხე ცეცხლი უნდა ავანთო იმენა და როგორია ხა 0 ქულა გაკივენა და მეორე გარბენზე ცოტა შემსუბუქებულად გავიარე ყველაფერი და 59 ქულა ავიღე რა. საშუალო ქულა იყო, საშუალოზე ცოტა დაბალი. მაგრამ ჩემთვის ისე რომ აი რო არ მივარჯიშია, ბევრი იყო რა, ანუ საერთოდ არ მივარჯიშია და 59 ქულაი პირველზე რო გაიგდენ და მაგ ქულას დადებ, ბევრია რა. ჩემი თავის კმაყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში. თან მიუხედავად იმისა, რომ მანქანა სულ სხვანაირი დამხდა რა, როგორც იცით, ცეპლენი გამიფუშტა წინაზე, მაგიტო დავტრიალდი წინა შეჯიბრზე ვინთერსის ბოლოს ფინალზე და შევცვალე ყველაფერი რავია. ვაფშე სხვა მანქანა არის სამართავად. ფეხში სულ სხვა არის და ანუ რო წამოვიდი რო დავიძარი არც ვიცოდი საერთოდ როგორ მოწყდებოდა მანქანა და გზაში ვსწავლობდი ნელ-ნელა კვალიფიკაციაზე. საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ რა. იდეაში ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ 10-ში ძალიან დიდი შეჯიბრია. პრო კლასი იწყება, სეზონი იხსნება, 5 ეტაპი იქნება. 5 თუ 6 არ მახსოვს ზუსტად. და რაღაცები ხო შეიცვალა და ანუ ბევრი ძველი მრბოლელი ბრუნდება რა. მეულუდი იქნება, დავაანონსებ. ხერო იქნება. მათე, კირვალა,
აქედან ქიგიდან ბიჭები გადმოდიან, ილია გადმოდის, ლაზარეც მე მგონი უკვე ასწრებს აწყობას და ნუ შალიკა და ეს ძველი კამამანდა ხო საერთოდ რა ყველანი იქნებიან და აი რავი რუსთავი ალბათ აფეთქდება 10 მაისს რა. და ყველას გელოდებით რა თქმა უნდა, აი რა ვიცი, ალბათ ანუ ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი იქნება, თან მithumetes გახსნა და ეს ამდენი ხანი ყველას ის რაღაც ნაგროვები ადრენალინი, ვისაც ამდენი ხანი ისვენებს შაშანდელიდან მოყოლებული და კიდევ იქით უფრო ვინც არ დადიოდა, მაგალითად მე ვლუდი. აი როგორი გადატენილები მოდიან იმენა რა. სამსამი აბოიმა მოაქვთ. ხო და რავი რა, აი ყველაფერი კარგად იქნება, რაც თავარია, კარგად ჩაივლის და სანახაობრივადაც ძალიან მაგარი იქნება, ასე რომ ყველას გელოდებით 10 მაისს რუსთავის ავტოდრომზე. იქნება რავი, აი გრანდიოზული ეტაპი, რასაც ქვია. აი ძალიან. და ნუ ეგ მაგისტრის ჩამოვედი იდეაში და რომ დაემთხვა რომ ეს ტარდებოდა, მეთქი სამოყვარულსაც გამოვალ. სანახაობრივად ჩემი მანქანის კმაყოფილი ვარ რა, ძალიან ლამაზია, ხმაურიანია, ეფექტურია, ბევრი კვამლია, ის რაც დრივც უყვარს და ხალხისთვის ახლა მე დიდად იმისთვის არ ვარ მოსული რომ აი რაღაც ანუ ამ ეს პირველი ეტაპი იქნება და მეც აღარ ვამბობ. ასე რომ უბრალოდ სანახაობას დავდებ რა, ის იმისთვის რომ აი მაინდა-მაინც მოვიგო და რაღაც ნუ არა, მაგრამ სანახაობრივად ძალიან კარგი იქნება. დანარჩენი ახლა შევალთ ვივარჯიშებთ. მერე გახსნა იქნება, იმზე დავდგებით და დაიწყება აი ორი ბადეა რა, მარცხენა ბადეში აი ყველა იქითა, კოდუა, თოფხაძე მე ვისაც ხვდები, ლაზარე, რავი, სარიშვილი, ყველა იქით არის, აი იქით მიდის ჩემ ბადეში, აი რა, კლაინა. რავი, არ ვიცი. რაც შეეხება ტრაექტორიას კარგია რა საერთო ჯამში რა, ნუ სადღაც გიწევს ძალიან შენელება და მე იქ ცოტა ბევრის დამუშავება, რასაც ვარჯიში უნდა რა, ბევრი და ნუ ბიჭები აქ ბევრს ვარჯიშობენ და შედეგსაც რა თქმა უნდა დებენ და ეგრეც უნდა იყოს რა. ვინც ვარჯიშობს, შედეგი იმისთვისაა რა. ხო, დროებით რა. ატრია ფუშერებს დაცლიდა. ო და ატლი. ძალიან ბევრი დატრიალდებოდა და ფუშერები დაიწვა. ატლივივით მაძლევდა და გაგონიშხმა დაიწყო ძრომა მაგ დროს. არა. ანუ პროსტა ატლივისავით მაძლევდა. ეს გამიფუჭდა ბიჭო, ეს გამიფუჭდა და მეორე და პირველში ჩამივარდა. ეხლა მე არ ხარად არ დაიკავა რა, ხელი მიაყოლე რომ მესამეში ეგრე ჩავარდა. დადი მიდი წადი. დინამო გაგვიფუჭდა, დინამო. მოიტანე ხა ახალს და ეგ არის რა. დანარჩენი რავი, მოხვევა გასწორდა. მოხვევა კაია მომწონს. დანარჩენი რავი. ვოლტაჟს მიგდებდა, მიქრობდა და იმედია სხვა ჩეპი არ ექნება რა. ო, ეს ხო ყოველთვის ტრადიციაა რა. აი შეიძლება მთელი კვირა იარო, ან წინა დღე კარგად იარო, წახვიდე სახში მშვიდად და დაჯდე. თქვა რომ აი ეხავსო რა, კარგადაა, მეტი არა უნდა მოვიდეს და მოხვალ ივარჯიშე ბოლო დღეს აი მიმის წინ. სანამ გახსნაა და ეგრევე რაღაცა დაემართა. აი ყოველთვის შანსია. მაგას რო იძახდნენ ადრე დრეტერები მეცნებოდა ხოლმე. ეხა სულ მართლა ეგრე. მაგრამ არაფერი მეტი არაფერი მოუვიდეს და დინამო არა უშო შეწყვიტა. რაზვალმა გაამართლა რა. ჩვენ იმებით ძველი დროით რო გავასწორეთ, ხო იცი ადრე რო ხდებოდა ბაწრებით და თოკებით და რაღაცებით, ეგრე გაამართლა, კაია, ძალიან ბევრად მაგარია, დაჟე რაც იყო რა. პროსტა ახალი პრობლემა შეგვიქმნა, დინამო გაგვიფუჭდა. ესენი ჩემი სპონსორები არ დალიოთ.
დინამო შეცვალე, დინამო მოვიტანე, მე მქონდა მეორე დინამო. ჩამოვიტანეთ რუსთავიდან. დავაყენეთ და კიდე არ ვარ გაიგ დინამოს. ეხლა თბილისიდან მოდის. მოვასწრებთ წესით. აი, დაიწყო, გახსნა დაიწყო. ლუკას მიყავს და აი სერიოზული წამყვანია. მოусმინოთ. კარგი. და რავი გავაკეთებთ რა, ბოლოში ვარ, მე ბოლოს წინა გამოვდივარ ტოპ 32-ში და წესით გვაქვს საკმარისი დრო რა. რავი, რას ვაპირებ, რას წეღავ თქვი რა. ანუ დავი, ყველაფერი ან არაფერი რა, გაული ძალიან ახლოს. ვეცდები ყოველ შემთხვევისთვის და არ ვიცი, ვფიქრობ ჯერ კიდე ფარები მოხსნა თუ არ მოხსნა, ანუ მენანება თუ არ მენანება. ნუ ნახოთ რა. გადავწყვიტავ მანამდე სანამ დინამო შეიცვლება და და დაიწყო მოკლედ რა, საქართველოს King of Drift-ის 2026 წლის სეზონი გახსნილია და ნახეთ რა, კაი ამინდია. ამინდი ხელს გვიწყობს. მონაწილეები საკმარისად, აგე ჩემი კონკურენტია ეს. ხო ეგა, სანდროა? ხო და მონაწილეები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ჰემნი ჩაი. სლიკებია ჩვენი? ვერ ვიჭერთ. ფანჯრები ჩამიწიეთ რა.
Короче, დღეს ჰოპზილინა ვინც გააკეთა და დატრიალდა, ყველა მოიგო იმენა რა. ჰოპზილინა, ზილინა. აი ბიჭო შუაწელს დონატებს აკეთებენ და ისე იგებენ იმენა. აუი გაგიჟებას ვართ ხალხი. არ ვიცი, დავდებთ მე რამოდენიმე ვიდეოს პატარ-პატარებს და ხალხი ნახავს რა. მე სამწუხაროდ ვეღარ მოვასწარი იმის გაკეთება, რა ქვია. ჩემი ავტომობილის დინამო მოკვდა, მე შევცვალეთ. მე შკივი არასწორად დადგა, რემენი შეგვიჭამა და რავი, კაროჩე, ამით მინდოდა ძალიან რა. ამით აი არ ვიცი, წაი რა ვქენი, აი ფარები მოხსენი, რომ მეთქი აი უნდა შევჭამო იმენ, აი უკან უნდა გამომეცალა ყველაფერი იმენ. არა მე ვერაო და გადავჯექი მოსეს მანქანაზე და აი ბიჭი, ყველა ეტაპი ეგეთია ჩემთვის რა, ის რაღაცა, აი ვერასდროს ვერ მივედი ისე ეტაპის დაწყებამდე, ანუ რო იქნება. აი ესე მშვიდად მივიდე და კარგად ნავარჯიშები ვიყვან რაღაცა, არასდროს არ მომხდარა ეგრე, რამდენი ხანია დავდივარ და სულ ყველა ეტაპის წინ ან ფუჭდება, ან ვარჯიშს ვერ ვასწრებ, ან რაღაცა, ეხა ჩამოვედი. ნუ კაი, ეს ახლა ჩემი ის არის, რა ქვია. ეგრე მინდოდა კაცი და ჩამოვედი ხა. ვერ მოვახერხე უბრალოდ მანამდე და ახლა მიიღებ მონაწილეობას, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყო მაგაზე არ ვწუწობებ, მაგრამ მე მაინც მოვიგე. მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. სურო მე ჯერი მარტო იმიტომ მოვიგე რომ ვფიქრობ რომ იქ არ წამიგია სანდროსთან. ჩემ გამო არ დატრიალებულა ეგ რა, მარტივად რო აგიხსნათ, მე კორექტირების უფლება მქონდა, ჩავედი გიდროთი, უხეში შეცდომა, მაგრამ მე ტემპი არ დამიწყეს, ანუ რო ჩავედი, გიდრო ვიხმარე, მაგრამ ანუ იმ ტემპით ჩავედი, რითაც მივდიოდი რა. ტემპი არ დამიწყეს. ჩეულებრივად გამოყოლადი ვიყავი, გამომყვებოდა, გადმოეწყო და კაი ხნის მერე დატრიალდა რა. ეხა იქ დრიფტში კაი ხანია რა. ჩეისერის დავალებაც ეგაა რა, რომ ანუ წინ ლიდზე ვინც მიდის, ეხა რაც უნდა შეცდომა დაუშვას, უნდა დაამუშავო რა. ეხა თუ ხარ, მაგისტვის ხარ რა. ეხა მე ვიცოდი რომ ეგ მაგისტვის იდეალური გარბენი რომ დამედო, ანუ კომფორტი იქნებოდა, იმიტომ რომ ანუ კარგად დადის ეხა რა, დამუშავებული აქვს და ნავარჯიშები აქვს და ну, რაც მქონდა გეგმაში, ისე გავაკეთე რა, რაღაცებს სადღაც სპეციალურად დაუშვი შეცდომები, სადაც გადავედი, შემოვედი. საერთო ჯამში აი ზუსტად ის მინდოდა, რაც მოხდა, რომ ან დატრიალებული იყო, ან ძალიან ახლოს მოსულიყო, მე დავჩქარებოდი და ну რაღაც ან მსგავსი უნდა გამეკეთებინა რა. და ну გავაკეთე ის რაც გავაკეთე ხა. იქ ჩავედი ისე რომ ეგ არ ელოდებოდა რომ ეგრე ჩავიდოდი. დაიბნა, ადგილი არ დაიტოვა იმ ხელა. ჩემი აზრია რა, ეხლა გადაწყვიტეს მოიგო, კაცი ბევრი წარმატება და წინს რომ მეგობრობთ ისედაც და ძლიერი ბიჭია, ყოველთვის კარგად დადის რა, მაგრამ მე ჩემ თავში მე მოვიგე რა. ჯერ მარტო მაგიტო და მე სულ რომ ანუ მან დატრიალებული იყო და მაინც მაგას მოიგო, მე მაინც ვთვლი რომ მოგებული ვარ რა, ანუ ეხა გუშ ჩამოვედი და მოვედი რაც წავანგითხარით რა, გავდივარ და მე გადავჯექი სხვა მანქანაზე და არასდროს არ მყავდა ეგ მანქანა ნატარები და აი გამოვიარე, აი სინჯავდი გიდრო როგორი ჭერდა და იქ ჩავედი და გახურების დროს ვამუშავებდი რაღაცებს ცეპლენიას და იმას და მე ამოვედი და რო გამოვყევი იმაზე რა ქვია, ჩეისზე იქ ვსწავლობდი მანქანას იმენ. ნუ მოკლედ რა, მაგარი იყო მაინც რა. მაგრამ ჟიურის აუ კაროჩე, არ ვიცი რომ ველოდები ახლა რომ ჩამოვლენ ერთი უნდა მითხრან რატო წავაგე რა და მაინტერესებს. ხალხსაც აინტერესებს. ანუ მარტო ჩემი აზრი არ, ჩემი აზრი რო იყოს რომ მე წავაგე კიდე კაია, მაგრამ ანუ ბევრმა აღნიშნა რა. გამოიწერეთ ჩემი არხი,
მარტო იმიტომ რომ 10-ში ძალიან მაგარი ვიდეო 10-ის მერე მაგარი ვიდეოები დაიდება რა. ეხლა კიდე რაღაც ჩავწერთ 10-მდე რა. იქ ჩავალთ ვივარჯიშებთ. აქ არაკომფორტულია ჩემთვის რა, არც ბოქსი მაქვს, არაფერი არ მაქვს რუსთავში. უნდა ავიღო რაღაცები, ავიბარგო, ჩამოვიბარგო აქ, რაღაც აქ მეყაროს და მოკლედ. ეხლა რუსთავში ბევრად კომფორტულად ვიქნები. ხვალ უკვე გავამზადებ მანქანას, რაც დღეს დაემართა და ზეგ უკვე დავიწყებ ვარჯიშს 10-ისთვის და აი წევანაც გითხარით 10-ში ძალიან მაგარი შეჯიბრი იქნება. ყველას გელოდები, გამიტყდა მაგრად რო წავაგე. ან წამაგებინეს რა, არ რჩენ, მაგათ გამიტყდა საბოლოო ჯამში, სიმართლე. აი დროებით.